მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. ადგილობრივი ხელისუფლება გურიაში ახალი ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მზად არის პრევენციული ზომების მისაღებად. ნინო ვაშალომიძე განაგრძობს თემას. წლის ცივი სეზონის დაზგომასთან ერთად შესაძლოა ახალი ტიპის ვირუსის, ეგრეთ წოდებული ხორის გრიპი გააქტიურდეს. როგორც ჩვენთან საუბარში გურიის გუბერნატორის მოადგილემ, პროფესიით ექიმმა კახა ასკურავამ განაცხადა, წესისამებრ ცივი სეზონის დაზგომასთან ერთად დაინფიცირების რისკი მატულობს, თუმცა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში კი გურია პანდემიის რისკის ქვეშ დადგეს, დაადრევია. როგორც თავად ასკურავა აცხადებს, სამხარეო ადმინისტრაცია ყოველდღიურ ინფორმაციას ფლობს სამივე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებიდან. შექმნილია სპეციალური კომისია და პირადად კონტროლზე ჰყავს აყვანილი აღნიშნული საკითხი. ამ დროისათვის საქართველოში ახალი ტიპის გრიპის ვირუსით ინფიცირების 22 შემთხვევა არის გამოვლენილი, რაც პანიკის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ყველა შემთხვევა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის იყო. იმ შემთხვევაში, თუ დაავადების ცალკეული შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში გამოვლინდება, კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არც მაშინ შეიქმნება, აცხადებს სახელმწიფო მოხელე. ასკურავამ გითხრა ისიც, რომ ანტივირუსული პრეპარატების ტამიფლუ საკმარისი მარაგი არსებობს საქართველოში, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის რეკომენდირებული. ასევე გადამზადებულია მედპერსონალიც. რაც შეეხება ვაქცინას, ის მხოლოდ რამოდენიმე დიდ ქვეყანაში არის შემუშავებული, რომლის გამოცდაც ახლა იწყება. ადგილზე ტამიფლუს მობილიზება არ არის სავალდებულო, ჯერ არც პანდემია დაფიქსირებულა, საბედნიეროდ გურიაში ერთი შემთხვევაც კი არ არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ერთ ვარიანტში თქვათ, როგორც დანარჩენი საქართველოს ვერ აიშორა თავს პანდემია, ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში აქ იქნება ჩართული უფრო სერიოზული ღონისძიებები, ვინც ტამიფლუთ იქნება სავალდებულო სამკურნალობა, თავისთავად ეს პრეპარატი იქნება და ამის მარაგი ქვეყანაში არსებობს და არ არის სავალდებულო ადგილზე არსებობდეს, თუ თქვათ ყველაფერმა ესე ჩაიარა, მშვიდობიანად, თავისთავად არც არაფერი არ დაგვჭირდება. ჩვენ ყოველი შემთხვევისათვის ვართ თავიდან ბოლომდე მზად და ესე ვთქვათ, პრევენციული ღონისძიებები უკვე დაწყებული გვაქვს, თქვენ სანამ მობრძანდებოდით აქ, ჩვენ სამუშაო ჯგუფი შექმნილი ქონდა, ადგილზეც გავეცანით სიტუაციას და ესე ვთქვათ, გეგმა გრაფიკის სახით გვაქვს გაწერილი ყველაფერში იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენ საქართველოსთან ერთად ჩვენს რეგიონშიც გავრცელდა ეს დაავადება. მოძრაობა სამართლიანი საქართველოს გურიის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე მილია კალანდაძემ და რაიონული ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ნაცვალაძემ პრესკონფერენცია გამართეს. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. მოძრაობა სამართლიანი საქართველოს სამხარეო და რაიონულმა ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მორიგი პრესკონფერენცია კვლავ აგრარული ბაზრის თემას მიუძღვეს. თავდაპირველად რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება გააცნო, რითაც აგრარული ბაზარი კვლავ ცენტრალური ხელისუფლების, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში რჩება და არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის. აღნიშნულ პრესკონფერენციაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გამახვილდა რამოდენიმე საკითხზე. კერძოდ კი იმაზე, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ბაზრისათვის ექსპლუატაციის შეცვლება. მოხდა თუ არა სურსათის უნებლობის რაიონული სამსახურის მიერ აგრარულ ბაზარში გამოტანილი პროდუქტების კანონიერად შემოწმება. ლელა ნაცვალაძემ ქრონოლოგიურად გაიხსენა ყველა მოვლენა, რომელიც აგრარული ბაზრის დახურას წინ უძღვებოდა. იქვე დაზიანა, რომ აგრარულ ბაზარში გამოტანილი პროდუქტების შემოწმება კანონის სრული დარღვევით მოხდა. კერძოდ კი სურსათის უნებლობის სამსახურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება 157-ის მერმე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე პუნქტები მკაცრად დააღვია. ნაცვალაძემ კვლავ გაიმეორა ისიც, რომ ძველი ბაზრის დახურვა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წინასწარ გამიზნული ქმედება გახდა და ისინი ეტაპობრივად გასული ზამთრიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ ამისკენ. მექნება დოკუმენტები ცოტა ხანში, ხელმოწერები მოსახლეობის მეწარმეების, რომლებიც დამიდასტურებენ ვინ დაადო ბოქლუმი აღნიშნულ ბაზრის ტერიტორიას, პოლიციის თანამშრომლების ქმედებები, ნაწილი მაქვს ეს დოკუმენტაცია და უნდა შეისწავლოს ყველა ის საქმე, რაც მოხდა დღემდე, ესე იგი თებერვლიდან უკვე დაგეგმილი იყო, ეს იყო მიზანმიმართული ბრძოლა იმისათვის და გეგმა იმისათვის, რომ დახურულიყო უსურგეთის აგრარული ბაზარი და თუ ეს არ შესრულდება ის მოთხოვნები, თუ ის ადამიანები არ დაიჯებიან, ვინც ეს უკანონო ქმედებები ჩაედინა, მაშინ ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია, მე როგორც საკრებულოს წევრი და რა თქმა უნდა ჩვენი ლიდერი ბატონი ზურაბ ნოღაიდელი მიმართავს აქციებს, ესე
იქნება შეხვედრებიც, მოთხოვნები და დავსვანეთ საკრებულოზე დაჯერცი ხელისუფლების ჩინოვნიკების, უბნების უკანონო ქმედებას ჩადიოდნენ. გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ილია კალანდაძემ განაცხადა, რომ კანონის სრული დაცვით მოძრაობა ყველანაირ ხელს გამოიყენებს და ეცდება, რომ ორივე ბაზას ფუნქციები შეუნარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუ კი ლიკვიდაცია მოხდება ბაზრის, აი მე პირობას ვაძლევ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ აქციებს, მიტინგებს არაფერს არ მოაკლებს და ჩვენ დავდგებით ძველი ბაზრის მოვაჭრეთ და არანაირი ადმინისტრაცია არ მაინტერესებს, მართალია გითხრა, მაინტერესებს იმ ადამიანების ბედი, რომლებმაც ლუკმამპური უნდა მეიტანოს სახში. აი ეს თვითონ ხელისუფლების ინტერესშიც უნდა შედიოდეს, კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ეს ხალხი გამოვა გარეთ და გარე მოვაჭრეებს მიიღებს ოზურგეთი. და ეს ორივე ბაზარი ასე თუ ისე დაარეგულირებს იმ სიტუაციას, რომ გარე ვაჭრობა და რაღაცები რო არ იყოს. პრესკონფერენციის ბოლოს კი რეგიონული ორგანიზაციის ლიდერმა ილია კალანდაძემ სრულიად ახალი თემა გაახმიანა. კერძოდ კი მათი მოძრაობის რეგიონულ ოფისში შემოსული შპს ასკანას თანამშრომელთა და აქციონერთა ერთობლივი წერილი გააშღერა. აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები და ასევე აქციონერები ითხოვენ ციტირებას ვახდენ წერილის ბოლო აბზაცისა. ვთხოვთ დაგვეხმაროთ ეგრეთ წოდებული ინვესტორის თუ მოსაკუთრეს ჩამოერთვა საბადოს დამუშავების ლიცენზია. გადაეცეთ ისეთ ფირმას ან დაინტერესებულ პირს, ვინც საკუთარ ინტერესებთან ერთად იფიქრებს ხალხის დასაქმებაზე, რაიონის ბიუჯეტზე და ქვეყნის მომავალზე, ნათქვამია წერილში. აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საბაბით შპს ასკანას თანამშრომლები მიმდინარე წლის 9 თებერვლიდან უვადო შვებულებაში იმყოფებიან. კალანდაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს მათი ორგანიზაციის ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის დონეზე მოიკვლევენ და ჩაუყმავდებიან. მორიგ პრესკონფერენციას კი, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, სწორედ ყოფილ მაღაროთა სამმართველოს და ამ სასწარმოში შექმნილ პრობლემას მიუძღვნიან. თვითონ ხელისუფლების დაინტერესებაც უნდა იყოს, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მაღაროთა სამმართველო მილიონობით თანხა შემოქონდა ბიუჯეტში, ადგილობრივ ბიუჯეტში, მოგების სახით, საშემოსავლო გადასახადების სახით მილიონობით თანხა შემოვა, თუ კი ადგილობრივ ხელისუფლებას და ცენტრალური ხელისუფლებას დაინტერესდება იმისთვის, რომ გაუქმდეს ხელშეკრულება და დაინტერესებული ინვესტორი შემოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან კონკურენტული არიანია ჩვენი თიხა, ანალოგი მსოფლიოში სამხრეთ ამერიკაშია მხოლოდ, რომელიც კონკურენციას უწევს.